ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრაზილიიდან იმპორტირებულ ყავაზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას 6 აგვისტოდან გეგმავს. თუ სავაჭრო მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება, ბრაზილიის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო სექტორს შესაძლოა სერიოზული დარტყმა მიადგეს. ბრაზილიელი ყავის მწარმოებლები უკვე ემზადებიან ნეგატიური შედეგებისთვის. ისინი ამბობენ, რომ ბაზარზე უკვე გაურკვევლობაა, მყიდველები თავს იკავებენ და ფასები ზეწოლის ქვეშაა. წელს კარგი ფასის მოლოდინი გქონდა, მაგრამ ამ ტარიფით ყავის ფასები უკვე მნიშვნელოვნად დაეცა. ცოტა შეშფოთებული ვართ, მაგრამ ვნახოთ, გაიხსნება თუ არა სხვა ბაზარი, მაგალითად ჩინეთი. თუ ამ ბაზარზე შესვლა შევძლებთ, ეს ცოტათი დაგვეხმარება. ბრაზილია ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გლობალური ყავის დეფიციტის შევსება შეუძლია. ასე რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატების დაწესებული ტარიფები ნამდვილად შევა ძალაში, ჩვენ სხვა გზებს ვიპოვით ჩვენი ყავის გასატანად. გაყიდვას არ შევწყვეტთ. ეს ვარიანტი არ განიხილება, თუმცა სხვა ბაზრები უნდა ავითვისოთ. ბრაზილიის ყავის ექსპორტიორთა საბჭოს დირექტორი მარკოს ანტონიო მატოსი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები ბრაზილიური ყავის მთავარი ბაზარია. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ტარიფები მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, მატოსი ოპტიმისტურად არის განწყობილი და აღნიშნავს, რომ ისინი ინტენსიურად იმუშავებენ სიტუაციის გამოსასწორებლად. აზიაში ყავის მაღაზიების შთამბეჭდავი ქსელებია. უნდა აღვნიშნო, რომ ყავას ყველა თაობის წარმომადგენელი მოიხმარს. ჩინეთში საშუალო ზომის ქალაქებშიც კი იწყებენ ყავის მაღაზიების გახსნას და ამ ინდუსტრიის განვითარებას. ასე რომ ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვაქვს პროდუქტი, რომელიც ბოლო წლებში 150 სხვადასხვა ქვეყანაში გაგვაქვს ექსპორტზე. ცხადია, ამერიკის შეერთებული შტატების ტარიფები მტკივნეული და შემაშფოთებელია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს. 183 ბრაზილიელ ყავის მწარმოებელს ჩინეთში ექსპორტის დამტკიცება ძალიან დიდ იმედს აძლევს.